მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღეს გვექნება იაპონური, ჩინური, რავი, რაც გინდათ დაარქვით, კორეული საჭმელების დაგემოვნება. როგორიცაა მაგალითად, იხვის კისერი, ლაჭაუ, კორეული ჩიფსები და სხვა ლაფშა და 1000 რაღაცა გვაქვს, მოკლედ 8 ფეხები და დღეს დავაგემოვნებთ ყველაფერს ნინისთან ერთად. Hello. მოდი რით დავიწყოთ. ეს მაინტერესებს ძალიან. ლექსით, ეისით ბაქტერია დრინკი არის, რძე არის თუ რა არის, არ ვიცი რის რძეა, მაგას გავიგებთ. ამას დანის გახსნა უნდა. ოპა, კარამბიტი მოიხოდა, წავიდა. მოდი ახლა ესენი გადავდოთ და ნელა შემოუშვათ ყველაფერი. ყველაზე უინტერესოთი დავიწყოთ და ყველაზე საინტერესოში გავიდეთ ბოლოში. უინტერესო. ალბათ ბოლოს იხვის კისერს დავაგემოვნებთ მოდი, და ყველაზე პოპულარული რაც არის პირველად დავაგემოვნოთ და ლაჭაუ იყოს. მაგრამ მოდი ჯერ იცი რა გავაკეთოთ, სასმელებით დავიწყოთ. სასმელები დავიწყოთ? კი, ესეც მე სასმელები. ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა შევჭამოთ და მე სასმელები დავაყოლოთ აი, უკვე. მოდი ერთი რაღაცა გავხსნათ, აი, ლაჭაუ გავხსნათ. ლაჭაუ გავხსნათ? გვაქვს ასეთი, იმედი მაქვს სასმელარი გემოვები ექნებათ, მაგრამ ეს არის ყველაზე ტრენდული და მაინტერესებს რატო გვიждდება ამაზე ხალხი. და ძალიან ცხიმიანი უნდა იყოს, ამიტომაც მოვიტანეს ალფეტკებით. ფოთაშორის თუ გაინტერესებთ, სად ვიყიდეთ, ის თქონითა როა რაღაც მაღაზია, მანდ ვიყიდეთ რა. და ძალიან კარგი ფასები. არ დავარეკლამებ, მაგრამ მანდ ვიყიდეთ. არა, ეს არ არის რეკლამა, მაგრამ ძალიან კარგი ფასები აქვს. მაინც რეკლამა გამოდის. მოკლედ რეკლამა არ არის. კაი სუნი აქვს. მანახე? ბრინჯის რაღაცის სუნი აქვს, რაღაცა შემწვარი. უცნაურია. ცხიმიანი. რატო მოგწონთ ეს ცხიმიანი რაღაც? რა მწარია? მერთო. ხახო რო კვიჩავთ, რაღაცა ასხავს რა. შიგნით. ხოჭო რო ეს ჩაიდო და კაც რო უქნა, ხო გაასხავს თავისი დღეს. იმენა ეგ თემა არის. მაგარი მწარია. დიდად არ მომეწონა რა. ფულები შევაფასოთ? ამას დავუწერდი 10-დან 4-ს. ვა. დიდად არ მომეწონა სიმართლე თქვა. სულ სხვა მოლოდინები მქონდა, მაგრამ ეს ერთი იგივე თუ არ არის. ძირს დამივარდა, მაგრამ მაინც შევჭამ. ძირიდან არ ჭამოთ საჭმელი. ჩემი ხალიჩა ძალიან სუფთაა და მაგიტო. 10-დან დავუწერდი 4-ს. ამას მეორედ აღარ შევჭამ. ძალიან ცხიმიანია თან. ესეც ხო იგივე იქნება. პროსტო ეს მრგვალია, ეს არის გაბრტყელებული 4-კუთხედი რა. კაი, მოდი ლაწავ გადავდოთ გვერდზე და სხვა რამე დავაგემოვნოთ. თქვენი დრო სასმელი დავაგემოვნოთ და რძით დავიწყოთ ბარემ თუ ესე არის. ბარემ თუ ვიწამლებით, მოვიწამლოთ. ოპა, ეხა კარამბიც დავატრიალებ და ესე ავუსმევ. რა მჭრელია ის? ხო. კიდე ყელში მაქვს. მე არ მეგონა ესეთ მწარეს თუ ჭამდნენ ისინი. არ ვიცი, მაგრამ იმდენად დაგვჭი ჯერ გასაზინჯე. საწურებიც მოყვა. არის აწურყები? კი. სო? ჩვენზე წინ არიან. და უკანა ესეთი პლუსი კი აქვს, რომ კურნავი რაღაცა არის, ხო? დავაი, აბა ჩავარჭოთ. მეორე მხრივ უნდა ჩაგერჭრო იცოდა. ერთი და იგივე მხარია, გოგო. არა, ერთი იგივე მხარე. რატო მენაკლები? გამანები თავი. აი, მოდი გასინჯე. რაღაც არ ამგონია მომეწონოს. აუ, რა კაია? წამლის გემო. ძალიან გმირგელია. რაღაცა სამკურნალო ალბათ. წამალია ხატია მგონი ზეეთ. აუ, მოდი სხვა სასმელი გავსინჯე. მე ძალიან მომწონს. მე მომეწონა, რავი, დავლევდი. 10. ანუ თუ ვიცი რომ სამკურნალო რაღაც არის, დავლევდი კი, მაგრამ ისე არა, დავწერდი 10-დან 5-ს. 10-დან 7-ს დავუწერდი რა. მაგაზე გემრიელი რძეებით გამილები. მოდი, ჯობია რაღაც ნორმალური სასმელი ვიპოვოთ, რომ გავგრძელოთ ვიდეო. შედეგი აი ესა. ეს ვიზდაოსთვის არა, იმენა საჭმელათა აქ მოსული და დასალევად. ახლა ნახეთ რა ლამაზია. მოკლედ აქ არის გრეიპფრუტი, ბატამი, სხალი და ბიტნა თუ არ ვწდები. ძალიან საინტერესო აქვს. ხო ჩამოასწრო რომ დავლიო. არ მაინტერესებს რა არის. საჭრუპიც მოყვა და ბარემ ციმაში ჩავასხათ და ეგრე დავლიოთ ფიქრობ. ჩავარჭო? არა, დაიკიდე. ესე. კარგი, კარგად დავარანჯრეთ, მოდი. თუ გემოებია ბევრი შეერიოს ერთმანეთს როგეთი გემოვარგანდეს და გავჭრათ ესე. ძალიან მოხერხებული გოგო ხარ რა, იმენა მაუცებ ხოლმე. ვაიმე, მანახე? ვაიმე. არა, სუნი ძალიან კაი აქვს, სუნი ძალიან კაი აქვს. ძალიან გემრიელი სუნი აქვს. ვაუ, ენერგეტიკული სასმელის შეფერილობა აქვს რატომღაც. კაპუჩინო ბალერინა. დავლიოთ აბა. იწვეთება საიდან რაღაც? ცივი ხო არის ყინულიანი და ორთხელი. ლოგიკურია. მეჩ. ძალიან გემრიელია, ძალიან კაია. უცხო გემო აქვს. გრეიპფრუტის გემო დაკრავს. ატმის გემოც არის, სპიდის გემოც არის. ატმის გემოც. ჩაია მოკლედ რა. ძალიან ცივი ჩაია, უბრალოდ გემოები ისე არის. ჯერ ერთი გემო მოდის, მერე მეორე გემო მოდის, მერე მესამე გემო მოდის და მრავალფეროვანი სასმელია რა. ძალიან გემრიელია. მოკლედ ამით გავაგრძელოთ ვიდეო და ჩამოასხეთ ბარი. კაპუჩინო ბალერინა. ბოლომდე ჩამოასხეთ და რამე მწარიც იქნება დავლიოთ. ძალიან ცოტა მომეწონა. კი დავტოვე. ანუ მარეს დავტოვე. შემდეგი ეს არის ესეთი ხორცი თაფლით, ქათმის ხორცი არის მგონი თაფლით. შემოსილი ესე ვთქვათ და იმას დავუწერდი სხვათა შორის.
9 ქულას არ დაგვიწერია. მე 10 დავწერდი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, დავლევდი კიდევაც. კი, 10 დავწერდი. სერიოზული კაპუჩინო ბალერინა სასმელი. ოპა, ამოას ხა, ეგრევე სუნი, თაფლის სუნი აქვს სხვათა შორის. თაფლის არ ვიცი, მაგრამ კატის კორმის სუნი აქვს. ცოტა აპასნი გასახსნელია და ხორცი გადავჭერი მგონი. ხორცში შევედი. ეს უფრო და უფრო გემრიელი ხდება თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ორი გავხსენი ჩემი გა. ჩავიდა გობოლოზე. აი ესეთი თაფლიანი ქათამია რა. სუნი აქვს რაღაცა უცნაური. ჩაკბეჭ. არა, გემრიელი სუნია, იქიდან აქონდა თუ. ჩაკბეჭ. დავა. შეგეშინია. მიდი, კაი ბაითი გავაკეთე. აბა გავსინჯო. ძალიან სპეციფიკური რაღაცა უცნაური გემო აქვს. ძალიან ტკბილი გემო მოხე. იმედია მიაუ არა. ქათამია, იმიტომ რომ ქათმის გემო ვაფშე არ აქვს. არ მომეწონა სხვათა შორის. 10-დან 3-ს დავუწერდი ალბათ. ამას მეორე ცხოვრებაში აღარ შევჭამ. აბა კარგად იყავი. თავიდან თუ ეგარი. 10-დან 0. ჩვენ აქ არ ჩერდებით. ჩვენ გვაქვს მეორეც. ეს არის უკვე ცხარე. თაფლი აღარ აქვს ამას. ამიტომ ცხარები მე ძალიან მევასება. ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს რატომღაც ასე მგონია. და უფრო უნდა მომეწონოს. ყველაზე მეტად ალბათ წვენი მოგვეწონა ჯერჯერობით. წვენი არის 10-ათი და შეიძლება ტკბილებიც მოგვეწონოს, არ ვიცი. თუ კარგი გამოხმაურება ექნება ვიდეოს, კიდევ შევიძენ სხვა რაღაცეებსაც და დავაგემოვნებთ უფრო უცნაურ რაღაცეებსაც მოძებნი რა, იქ რაღაც თვალები და ასე შემდეგ. რაღაც სუნი არა აქ ამას. ხო, ეს უბრალოდ ქათამია ერთადერთი ისაა, რომ სიცხარე აქვს დამატებული. ესე გამოიყურება. ანუ ხახ გონი შებოლილია რაღაცნაირია. ხო, ანუ ეგრევე იჭმევა რა. ჩაგვიჩო პირველი? ძალიან კაია. ხარე მომეწონა. ციცაკის გემოები აქვს პირდაპირ. რო გითხრათ, გავგვიჟდი და ასე შემდეგ არა, მაგრამ იმას ბევრად ჯობია. შენ რას ფიქრობ? სახეზე რა შეგატყე? ანუ ძალიან ცხარე უყვართ და უგემური რაღაცები მგონი, არ ვიცი. აუ, დაილოცოს ქართული ცხარე საჭმელები გეფიცები, არ ვიცი რა. ალბათ ერთადერთი სუში აქვს კაი. 10-დან 1. მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოთ რა. ჩემი რეცეპტორები აი ესე თამაშობს. აღარ იცის რისი გემო აქვს რა. შემდეგი ეს დავაგემოვნოთ. შაშლიკია იმენა. ეს რა არის, არ ვიცი. აი რაღაცა აწერ სოიოა. ბინჩილინგ რაღაცა აწერია. ეს შეიძლება სოიოს ხორცი იყოს თუ არ ცდები, ეგრე ის არის ხოლმე და გასახსნელი აქვს ქვემოდან გიორგი არიწოვ ძალიან გთხოვ. სხვათა შორის ძალიან კაი ფასები ქონდა ყველაფერს. აი რატო წვალობ? გახსენი აიშკო. აი რატო მაწვალე? გავხსნი, ხო? აჰა. პატარა მწვადუკებია, მაგრამ მწვად შეურაცხყოფას არ მივუყენებ, რა თქმა უნდა. რატოა? აბა თქვენ გაგიმარჯვეთ მეგობრებო. იმის ქულის დაწერა და მოვიწყდა. ერთი დავუწერე მე. მე ალბათ 5-ს დავუწერ. აბა გაგიმარჯვო. იგივეა რა. ამ წეგან ის რაც ჭამე ლაწაუ იგივე არის. აუ, არა. მე მომეწონა, აი ხო, ძალიჭა. ძალიან საშინელება არის ხალხო. ძალიან გატეხილში ვარ. მე მგონა რომ რაღაც მაინც გემრიელი იქნებოდა. მაგრამ ტკბილეულის იმედზე ვარ, რომ იმედი მაქვს ეგ მაინც იქნება. რაღაცა უნდა დააქამდიქოს ყველა ვარიანტში. შემდეგი ეს არის ქათმის ფეხები. აი ხა ქათმის ფეხები თუ ყველაზე მეტად მომეწონა, რავი ჩემი, unsubscribe გამიკეთეთ. სუნი აქვს ქათმის ფეხის. აი როგორც წარმოგიდგენიათ ქათმის ფეხის სუნი, ეგეც სუნი აქვს. ხელი მოკიდე გეხოცა. არ მოგინე. თან თალები მენა და ზოგადად. რაღაცნაირად სრიალებს. რას გავს, ჩემი კაი, რა მახინჯია. შუათითით მიჭირავს. შენ შუათითი უნდა ჩაკვიჩო. მიდი, თვალებს დახვჭე და უცებ. ეგრე არა. უცებ, მიდი, არაფერს დაფიქრდე. ხახო, გამოიწერეთ არხი. დანინი შეჭამს. მიდი. მიდი და მე უცებ შევჭამ მე. კაია. კაი, 3 2 1. საპნის გემო. არ ვიცი, რა გემო აქვს, არ ვიცი. უცნაური კონსისტენცია აქვს რაღაცა. კარგი მოწე. ტილი რო ტყუ იმენა. კაც უნობს შიგნით. არა, 0. შემდეგი. 0 ხალხო. აი ამაზე უკვე დიდ იმედებს ვამყარებ რა, იმიტომ რომ ეს არის 8 ფეხა. 8 ფეხების მოყვარული ვარ, სიმართლე გითხრათ. აქ რო ხელს ადებ, იმენა პატარა 8 ფეხუნები არის. დატკეპნილი არის, სხვანაირი მეგონა არა და. პატარებია? აიღე, ბოლომდე უნდა შეჭამო. აი. შენ უფრო დიდი რატო გაქვს, არ ვიცი, მაგრამ დავაი. აიო, ძალიან კაია, მომეწონა. ნარწყევის გემო აქვს. მე ვარ ძალიან ცუდი იყო. ნარწყევის გემო აქვს. არა. მე შეყოლაგეთი.
ვაჰ, ჩემი ცუდად გავხდები ახლა რეებს ჭამ. ღმერთო ჩემო. ინის ალფეტკები მოვაქვს. მუსრი გავავლოთ აქაურობას. აპირი მიყარს გეფიცები იმენა. ვინი გეგმეწონი. გადი აქედე. ნახე. აბეშინგენი. აი ვინმე მესამე პირი რო ჩაერთოს დავბრიტავთ. ოთახში ვერ გაჩერდება. ძალიან ცუდი სუნი აქვს. ოპა, რაღაცა საჩუქარიც გვაქვს ვიდეოში. ვერ ვეტევ ვიმენა. თქვენი აზრით რა არის დაწერეთ კომენტარებში. ახლა ერთად გავხსნით. აი პროსტა ხო. ეს ხელნაკეთი კატანა მოგვაწოდა ხმლების ონლაინ პლატფორმამ ალესილმა. ესეთი ულამაზესი შეფუთვით. მათ აქვთ ხმლების უდიდესი არჩევანი, როგორც საექსპოზიციო, ისე ხელნაკეთი და ასევე სავარჯიშო კატანები. აბა ეხა გავხსნათ, ნახოთ როგორია. ოპა, ნახეთ ძალიან ლამაზია. თუ გსურთ რომ ესეთი საჩუქარი გავუკეთოთ თქვენ თავს ან თქვენს მეგობარს ან ასე შემდეგ, აუცილებლად მიმართეთ კომპანია ალესილს, ლინკი იქნება აღწერაში, ასევე აქვთ MyMarket-ზე განთავსებული კატანები, შეგიძლიათ დაურეკოთ, შეგიძლიათ Instagram-ზე ნახოთ. არის ნამდვილი კატანები, კონკრეტულად ეს არის სავარჯიშო კატანა და შეგიძლიათ შეიძინოთ და ივარჯიშოთ თუ ყოველთვის გინდოდათ ჩემნაირად სამურაი ყოფილიყავით. უღრმესი მადლობა ალესილს ამ ულამაზეს საჩუქრისთვის და გავაგზავნოთ უკვე ჩვენი ვიდეო. ხო, ღმერთო, რამე გემრიელი იყოს. ჩვენი სულდაულები ამა. შეუნამუსო. ყარდა, კაი. აი, შემდეგი ჩიპსი ხო არ გავსინჯოთ ცოტა ხანი. და ბარემ კიდევ ერთ წვენ ჩამოასწრე. რამე წესიერი. ბაზარია რა. ძალიან კაი სუნი აქვს, სხვათა შორის. ეს რაღაცა ნორმალური. იმენა დამშეულები ვართ. მოდი მე გაჭმევ. ის შევაფასეთ? ვაფე ხა? გონი არ შეგვიფასებია და რავი, მას 1 კულას დაუწე. სტანდარტული ჩიპსია რა. ხო, ტკბილია. არ მიყვარს ეს რატო ხდება ასე, რომ ყველაფერი რაც გუჭამეთ, ტკბილს ხარი იყო. ეს ძალიან კაია, ამას შევჭამდი ყოველდღე. ყოველდღე მე შევჭამდი. ნუ რა თქმა უნდა, დიდ კომპანიებს არ შეედრება, მაგრამ თავის ყოლობაზე გემრიელი ჩიპსია რა. მათ შორის ჩიპსის ყოლობაზე ძვირი ღირდა. 6 ლარი ღირდა და 70 გრამი არის რა. ნინი დაიბრიდა, იმდენი ვილაპარაკე, სუნით დავბრიდე მოკლედ. გადავიდეთ შემდეგ წვენებზე, მე 10-დან 8-ს დაუწერ მეთქი. ნინის არ შეუფასებია, მადლობა შეფასებისთვის. შემდეგი წვენი არის სლიავი? შემდეგი წვენი არის ყურძნის. ყურძნის არის? იასამისფერია რატო? და რავი. ყურძნის არის აი ესეთი. იასამისფერია ქლიავი, აბა რა? ჩიქლიაო შენ. ამას თავის საწმყი არ ფერულა. ვაიმე. გემრიელი. ყურძნის შუნია ხო? What the hell? შელესავით ხო არა ბიჭო? აუ, შინ რაღაცები აქვს თქვენი? მოდი მე დავლევ აქედან რა პირდაპირ. შინ რაღაცები აქვს ხო? რატო არ მიჯერებ რა რაღაცას გეუბნები? ძალიან გემრიელია. თუ გინდათ ძალიან კაია. ნაუ იქნებ დამიტოვო. ასკი ჩვენ აქედან დავლევ. ხალხო ყველაზე მეტად ეს მომეწონა. შინ წვენი აღარ დაჭა. თქვენ გაგიმარჯოთ. სუფთა ყურძნის გემო კიდე ვიყიდი ამას 3 ლარი ვერა. ჩემი ინიციატივით ვიყიდე ლაწეავ. რამდენი ხანია მთხოვდა და ჩემ დასაც დავაგემოვნებინებ. არა, ჯერ არა. 10-დან 10. ტოჭკაში იმენა ჩაჭდა რა. შემდეგი არის ჟოლოსი. აი ეს იტენები მაქვს ეს ძალიან გემრიელი იქნება. კარგად დავაჯანჯხარ ერთ მოდი. ჩემიდაც მოვიდა. ანამ არის სუნი არ შეიმჩნიო, გთხოვ. მოდი ტანად გავსინჯეთ გემრიელი იყო. აი შენი ლაწაო. ამდენი ხანია რო გინდა. იცოდე რომ არ მოგეწონება პირდაპირ გეუბნები. ხარია ძალიან. კიდე გამომიგზავნი ლაწაოს ვიდეოებს? აჰა, თუ მინდა წაიღე იკიშკავე. არ მინდა მადლობა. მოდი ახლა ბარემ სინჯოთ, ყველა მართად გავსინჯოთ. პირდაპირ შეფუთვით ამ გავსინჯოთ. ბაზარია რა, მოდი მე გავსინჯავ პირველი, რო არ მოიწავლა. ყურძენი იყიდეთ ხალხო. ძალიან საშინელებაა. ეგეთ საშინელებაც არ არის. კაი რა, არ არის. ბოლოში აქვს რაღაცა ნარწყევის გემო. ამას ძალიან დაევასა. შიერი მოხვედი? ხალხო, კაი არის. არ არის ცუდი. 10-დან 6. 10-დან ეს 10-დან 100. 10-დან 2. ეს გემრიელი. ეს არ იყიდოთ. ძალიან მაგარი იყო. ეს არ იყიდოთ. შემდეგი გადავიდეთ. ეს რა ჯანდაბა? მანგოა თუ არ ცდავი. ეს როდის ჩადე არ დამინახავს. დასუნა მაინც. სიმინდის რაღაცა? აუ, მგონი სიმინდის რაღაც არის. მანგო მეგონა. მოდი, აბა გასინჯე. გინდა? დაობებული სიმინდის სუნი აქვს. კაი, მოდი 3, 2, 1. არც უსუნდა ეგრევე.
ყველაფერი არის სასიზღვრობა. რაფერ გემრიელი არის, სისულელე ვიდეოებს ნუ იღებთ, რომ ვითომ გემრიელი არის. ბოდიშით რომ ამის ყურება გიწევთ. არავისი არ მჯერა ვინც კი იძახის რომ მე გემრიელია. ძალიან კაი. არ არის კაი. არ არის. გემონება არ გაგაჩნიათ. არ არის კაი. 10-დან 0. 0. და უკვე მე 10 არასაც ზარდეს ნულს ვიძახი. კაი. შემდეგი გავსმინჯოთ აი ეს. დინარის კიბოები. ნინი მაგალითად ქიმერას კიბოა. აუ, ჯამოტვენი. ნი არა თქო შეფუთვეში ყოფილა. ნახე. შეფუთვეში ყოფილა ბევრი ამბე. უი, რამდენი ყოფილა? საკმაოდ ბევრია შინ შეფუთვეში. აი, ერთი გავხსნათ მომდე. ამის ჭამელები ჩვენ არ ვართ. ამიტომ ვათამაშებთ ხალხო ყველაფერს. მოგვიჩლებს მაგიო. აუ, ეს რა არის? მოდი, მომეხელი. ხალხო, მოიცა შეგახედოთ. მოდი ხელი მომე. არ გინდა? არა, ეს არ მინდა ძალიან. ძალიან ლამაზად გამოიყურება. რა არის ბიჭო ეს? ლობიოა შემწვარი ჩათვალე, მოდი. არ მინდა, ხალ ჩეყო თავიდან შე. მადლობა რომ თქვი, ამდენი ხანი ვიკავებდი და მიდი იქნებ გემრიელია. ბიჭო ეს მე მას მიდი უცებ. იმინა უცებ. მიდი შეჭა. არ მინდა. აი მოდი მე გავსინჯო ინტერესის გამო. მოიცოდი არ არის გარჩეული მაინც. კიო. აუ, გეხვეწები, შემდეგში რამე გემრიელი დაგემონება. დაგემონება. იგივე სუნიაკ, ხო? გავაკეთოთ რა. ყოველთვის იგივე სუნიაკ, ხო? გეფიცებ. იმედები გამიწვია. შენი დედა. შენ ხალიჩაზე არ დააგდო, იცოდე. ყველაფერი გავთ საზიზღრობა უნდა მოსალ. არაფერი არ უნდა. მარტო სუში გივარგათ. მეტი არაფერი რა. აი რა არის? აი ახლა მოგისმენენ ჩინელები და ეწყინებათ. რა ეწყინებათ? ბიჭო, მე ვფიქრობ ასე რომ საზღვარგარეთ გასაყიდად ამზადებენ რაღაც სისულელებს. უბრალოდ აი რო დააგემონო, რო იყიდო რა, მაგისთვის ამ მომზადებული. რო ჭამო არა. აი რო დააგემონო და რო თქვა რა ფუ. ეს ვარ დამევასა, მაგრამ ახლა ანუ ვერ ხვდები ადამიანებს ვერ გვიქ ვინც იძახის რომ ეს გემრიელია. ადამიანი გემოა. ანუ ეს რებს ლაპარაკო. დაბოლილი ვარ უკან. ბაზრობს იმე და დაბოლილი ვარ უკან წაყარ. რენდომ სიტყვებს იძახი. ცუდად ვარ. აუ, შენ მოიცი ჯერ. იხვის კისერი დაგვრჩა და ქათმის რაღაცა. იმედი მაქვს ის მაინც მოვეწონება. შემდეგი არის ესეთი რაღაცა. ქათამია სუნელებში და სიმწარეებში. გეგონება ზედ ბეწვები აქვს ამოსული. არ არის გაპუტული. ერთად ნახოთ. ესეც შეკვრებში დევს. KFC-ს რას ყიდულობთ? იყიდეთ ეს იაფში გამოხვალთ. მეტნაკლება ნორმალურად გამოიყურება. არც ყველაფერი და არ სხვათა შორის ჩემი არჩეულია. შერეებიც აირჩიე, ყველაფერი ნაგავი იყო. ეს წესი ცუდი არ უნდა იყოს. მე პატარა თავი. ერთ და იგივე სუნი ისე, აი, პატარ შეჭამს ამას გაფიცებ რა. აი, კაი რა, მაგარი გამიტყდა იმე. იხვის კისერი დაგვრჩა და ამის იმედი მაინც მაქვს, რომ კაი იქნება. პირველი ნინი დააგემონებს. მოდი. 10-დან 1 დაუწერდი ამ ქათამს. არა და მეგონა კაი იქნებოდა. ეს იმედია კისერია. ხო, აყოლებული იყოს არაფერი. ეგრევე ჩავარჭე თუ არა სუნი გამოვიდა ეგრევე. ისე იგივე სუნი, ხო? აი, აღიარო ყველაფერს ერთ იგივე სუნი გემოაქვს. ჩემი ერთ ეს ყველაფერი კატა არის. აუ, იმენა ხორხი დავინახე. ამას უყურეთ. კაროჩ, ყველაზე ნორმალური იყო. მიჩაგვიჩი, უცებ. აუ, შეიძლება რა იყო, რა წარმოდგენილი. ძალიან საშინელება არის. პატარას ნუ კვიჩავ რა, ეგრევე დიცეტაკი. მიდი, უცებ, მიდი. კაი, ხო არ გიკმეს. კაი, მე შევჭამ რა გჭირს. მეგობრებო, დიდი თხოვნაა გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, მალე ავიდეთ 200.000 გამომწერზე და კიდევ გადავიღებთ ესეთ სისულელე ვიდეოებს. წავიდა. რა გემრიელია. ძალიან გემრიელი. დაქტროლე. მაპატიეთ. რა გემრიელი იყო და მე ყო. კაპუჩინო ბალერინა. ზე არ გავუსწორდა თავიდან, მაგრამ ეხლა კიდე გვაქვს ჯერ რაღაცეები. არ მოვჩენილ ვართ. ამის იმედი მაინც უნდა გქონდეს რა. აი მე კიდევ კაი ტკბილი რაღაცაებიც ავიღოთ, თორე. ზედ ბეჭვი აქვს, ვისი არის, არ ვიცი, მაგრამ შიგნითაა ჩაყოლებული. ესე გამოიყურება ჟელე, შიგნით არის და ესეთი რაღაცაები, ნუ ხილი მოკლედ. კოზის სტუდიაში. ნინის უყვარს ჟელები, მე არ მევასწრებ. ძალიან მოყვარს, იმედი მაქვს გემრიელი ხარ. აუ, ეგ მაინც იყოს გემრიელი, გამიტყდება. კარგად გამოიყურება სხვათა შორის. აქ მაქვს მგონი კოკოსი და მანდარინი.
ახე. არაფერი არ მითხრა, არაფერი არ მითხრა. ვერავინ ეს ქოქოსი და მანდარინი. როგორი უყურებს რომ მომაგლიჩ. რა ხმები ისმის იმე. გონია მანდა ცხოველი ზის რაღაცა. ესეც ცუდი არ არის მომავდი. ეხლა სხვა ხილებს გავსინჯოთ. ეს ძალიან მომეწონა. რაშ ცხილი არის, ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. პორტოხალი და ბოლოში არის კიდე დაჩენი მან რაღაც წითელი. ნარინჯისფერი პროსპერატი. აუ ეს ძალიან მომეწონა რა. ეს მართლა ვარგა. რაც შევჭამეთ, იმენ ჩემი მოკლედ, ფავორიტი ეს რაც არის. კბილი არის, გემრიელი. გულივით არის. გვაქვს აქ არის ჩანს თუ არ მეგონია აუ ჩანს. მედია ნახევარ დამიტოვებ. ეგ ჩვენი გემრიელი. 10-დან დაუწევდი ამას, ძალიან კაი იყო. ბოლოში რაღაცა უგემური იყო ის. დეკორაცია არა, 10-დან 9 იყოს რა. იმის გამო დავაკლებ ფულას. ახლა შემდეგი არის ნაყინები. აუ, როსი წავედ. კბილი ყველაფერი კაი არის. აბსოლუტურად ყველაფერი გემრიელი იყო კბილი. და ბოლოს დავაგემოვნებთ აი ამას, რაღაცა უსკოპლანეტელი ახატია და რა ვქნათ, გავხსნათ ეს, დავდგათ მას სამზადებლად და ნაყინები გავსინჯოთ ამასობაში. ოკეი. ბოლოში გემრიელად იმედია დავასრულებთ, თორე იმედები გამიცრუდება ძალიან. აბა ვნახოთ რა არის შიგნით. ოპა, რამდენი რაღაცაა? სოუსი რომელიც გადაქცეულია. სოუსი, მეორე სოუსი რაღაცა, სუნელები. შიგნით არის ჩაქცეული ყველაფერი, ვაფშე ეს არ მომეწონა უბრალოდ. ლაფშა რაღაცნაირი. და ხო, ესეთი ლაფშა საქართველოში მე არ მინახავს პირადად. და ისევ ერთ და იგივე სუნი. ისევ ის აყოლებული სუნი. აი ესე არის. ეს სუნი აი ყველაფერს დასდევს რა. აი მოდი ეს დავდგათ და მაგამდე ნაყინები დავაგემოვნეთ და ხო, ლაფშა უნდა ჩავდოთ ცხელ წყალში და მე უკვე ყველაფერი დანამატიზებთ, უნდა დავაყაროთ. არაფერი განსაკუთრებული წავედით. სანამ ნაყინებზე გადავალთ, მანამდე შეგახსენებთ რომ დაგაფოლოთ Instagram-ზე, რომ მეტი ახალი რაღაცები დაინახოთ, იმიტომ რომ მან დასწრებთ ბევრ ამას და გამოყვებით Instagram-ზეც. გადავედით ნაყინებზე და ესეთი ქუდი მოვაზერით ზევიდან, შემდეგ ესე გადავხდით და პირდაპირ ნაყინული რაღაცაა რა. ესით ნაყინი უნდა იყოს და აუ აი ხარ მითხა ცუდიაო. მე ძალიან დამევასა. აბა ჩემი გასინჯე. მე ძალიან მომეწონა. წონე ვარგა. აბა ერთი რა შეიცხადა. აფენ ძალიან ამორზენი გემქონდა. ნაყინიც არა, ნაყინს ვერ დავარქმევ ამას. ჩემთვის ნაყინი სხვა რაღაცაა რა. აი ყინული რომ გაყინო და რაღაცა არომატი მისცე, იმენაიგარი რა, მე ყინულის უყიდოდი გამო. საკითხია შენ. და ნახატია ქვემოთ ყინული. მოვიდა, ლაფშაც მოვიდა. ეხა არა ვარ განწყობაზე სისაყვალის, იმიტომ რომ ისეთები გავსინჯე. დაგანახებთ ახლა. მოკლედ, ძალიან საზარელი სუნი აქვს. ესეც დიდი ალბათობით არ მომეწონება, მაგრამ გავსინჯავთ. ხო, არაფერი არ მითხრა ჯერ. რეაქციებსაც არ შევხედა. დაღეჭე. კაია? ძალიან მოგეწონა? კაი, შევჭამო. არ არის ძალიან ცუდი, არც კაი არ არის. არაფერი არა, თუ შიმშილო, თუ გშია, თუ მაგალითად აპოკალიფსია, მაშინ სხვა დროს არა. არა, შანსია რა, მე ამას მოკვდებოდი შიმშილით, მოკვდებოდი, არ შევჭამდი რასაც. ყველაფერი იყო უსაშინლესი. თითო მათგანს გამოვარჩევდი მარტო რა. ეს ძალიან კაი იყო. უძნის სასმელიც ძალიან კაი იყო. რძე იყო რა. მე მაგალითად ესეც მომეწონა, ნინს არ მომეწონა. გამოსინჯეს წემ რო კაპუჩინო ბალერინა. რაღაცა უდიდათ არ მომეწონა. ყველა ეს საშინელი ალბათ ის კი ბორჩხალის რაღაცეები იყო რა. და მე ანკრატო თუ რაც არის რა. არა. ისერი. ისერი არ იყო, ძალიან ცუდი არ იყო, ძალიან ამაზრზენი იყო, მაგრამ ყველაზე ცუდი ეგ არ იყო რა. ყველაზე ცუდი ჩემთვის იყო 8 ფეხა, რომელსაც ჰქონდა აყროლებული სუნი, მაგასთან. 8 ფეხა მომეწონა. მე არა. რა მოგეწონა ბიჭო, მეორე რო ჭამებული აგერია. მეორე რო ჭამე ცუდი იყო, პირველი რო ჩაგვიწე პირველი კაი. რო ჭამე, ეგეც კაი იყო, მეორე ძალიან ცუდი იყო. ეს იყო ძალიან საზღვრავა. ეს იყო უგემრიელესი. ეგ და ეს ძალიან კაია. არის დარჩენილი რამოდენიმე პროდუქტიც, რომელსაც გავსინჯავთ უკვე ჩვენს TikTok-ებში. არა, გაიხარე, მადლობა. არა. მარტო ხტოვებ, აქ მარტო ხარ უკვე. არ და გავიწყოთ მანდაც გამოგვიწერეთ, გამოყვებით ყველგან სოციალურ ქსელებში, რომ არ გამოტოვოთ ახალი რაღაცაები. დაგოფოლოთ Instagram-ზე, გამოგვიწერეთ. ჩემი არხი ავიდეთ 200,000 გამოწერეს და დაალაიქეთ ვიდეო, გააქტიურეთ. არის გლეკი რომ არ გამოტოვოთ ჩემი შემდეგი ვიდეოები. ჩვენ კი უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. არ შეჭამოთ. აბა ჰე, აბა ჰო, peace. Cappuccino ballerina.